ერთი რამე ძალიან კარგად ჩანს, რომ ადამიანები არ იცვლებიან. მე გულისხმობ მორწმუნე ადამიანებს, ახლა ურწმუნოს რა გამოცulis კაცო. მორწმუნე ადამიანები არ იცვლებიან და მიზეზი ძალიან ადამიანი როგორც დაიბადა, რა გამოცulis, ადამიანის ხასიათს რა შეცulis, ადამიანი დაბერდა და ახლა მაგას რაღა გამოცulis და ადამიანს არცალია რომ გამოიც. არადა ადამიანი სწორედ იმით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ არათუ რა გამოცulis, არამედ სულ უნდა იცვლებოდეს, უკანასკნელ ამოს უნთქვამდა. სულ არასოდეს არ უნდა გაჩერდეს ადამიანის ცვლილების პროცესი. და უყურებ, რომ ადამიანები არ იცვლებიან. და არ იცვლებიან. და უბედურება კიდე ისე, რომ ადამიანი რომელიც არ იცვლება, ამაზე არ წუხს. კი არა დარდებს ეს რომ არ იცვლება. აი არის როგორც არის. ეგეთი ვარ. ზოგი ამაყობს, ეგეთი ვარ და რა ვქნა. არ იცვლება ადამიანი. ხოლო ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ აუცილებლად უნდა გამოიცვალოს. ადამიანი უნდა მერე იწყებდეს ზრუნვას და შრომას რომ გამოიცვალოს. და აი მერე მიხვდება. მინდა გამოცვლა რას ნიშნავს? რა მიმართულებით? ვექტორი ქრისტესკენ, ხო? მივხვდი რომ არ ვიცვლები. ეხლა შევწუხდი. ეხლა გადავწყვიტე რომ გამოვიცვალო და ანუ დაიწყოს მეტამორფოზა, სინანული რასაც ქვია. ერთი დღე, ორი დღე, წელი, 5, 10, არაფერი არ გამოვა. ბოლოს უნდა მიხვდეს ადამიანი რომ არაფერი არ გამოვა. მანამ სანამ დახმარება არ მოვა გარედან, ანუ ისევ სანამ ღმერთი არ დაგეხმარება. კიდევ ვიმეორებ. თუ არა ეს, როგორც ხშირად მithქვია, ლოცვა არ ცოცხლდება. ადამიანს ქრისტე თუ არ დაჭირდა სასიცოცხლოდ ქრისტე თუ არ დაჭირდა. ღმერთი, არა წინასწარმეტყველი, რომელმაც გითხრა ესე და ესე იცხოვრე. არა სხვა წინასწარმეტყველი, რომელმაც დაგიზუსტა რაღაცა. არა მართალი ადამიანი, არა მაგალითი, არაფერი არ შველის ადამიანს. ადამიანს უნდა ღმერთი, სხვა არ შველის. ღმერთი ადამიანად მოსული, რომელმაც უნდა მოქცეს თავისი სისხლი და ხორცი, მადლი უნდა მოქცეს. ოღონ ეს მადლიც იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ შენ მიზან მიმართულად, რომ საკუთარი თავი შეიცვალო, გჭირდება ქრისტე, გჭირდება სასიცოცხლოდ.